მოგესალმებით. ვიმყოფები მესტიაში. მესტიის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. მესტიის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. აგერ ხედავთ თვითმფრინავი, რომელიც ახლა უნდა აფრინდეს მესტიის აეროპორტიდან. მიფრინავს თბილისის მიმართულებით, კონკრეტულად ნატახტარის აეროპორტზე, ანუ სამგზავრო რეისი. ბილეთის ღირებულება არის 90 ლარი ერთი მგზავრი. მესტია. დაიწყო უკვე მოძრაობა თვითმფრინავმა. დაახლოებით 50 წუთის ფარგლებში სჭირდება მესტიის აეროპორტიდან ნატახტარის აეროპორტამდე ჩაფრენას. როგორც შეგახსენეთ 2000 აი მოძრაობს ახლა უნდა სტარტის ასაღებად ემზადება რომ მოbrunდეს და სტარტი აიღოს. როგორც მოგახსენეთ 2026 წლის 24 აპრილია როგორც მოგეხსენებათ. 24 აპრილი, აი შეხედეთ ბუნების ანომალია. როგორი თოვლი ჩამოვიდა აპრილის 24-ისთვის, ანუ წინა დღეებში და როგორი თოვლი დევს ახლა, ანუ მოგეხსენებათ ეს პერიოდია რომ ერთ კვირაზე მეტი ეგრეთ წოდებული ნასესხების შემდეგაც უკვე გასულია და შეხედეთ როგორ თოვლით არის გადაფერადებული არემარე. აქ სულ მასიურად მთების ქვედა ნაწილებში მთლიან დამდნარი იყო თოვლი. და შეხედეთ რამხელა თოვლი დადო. ეს არის ამიტომ არის რომ მეცნიერები ახლა ხშირად გლობალური დათბობის მაგივრად ტერმინს კლიმატის გლობალური დათბობასთან ერთად ხშირად ტერმინს კლიმატის გლობალური ცვლილება იყენებენ. ასეთი ტერმინი გამოიყენება ხშირად. რადგანაც მთლიანობაში დედამიწის მასშტაბით კლიმატი დამთბარია, მაგრამ ხანდახან ხდება ესეთი კლიმატის თითქოს და არანორმალური გამოვლინებები, რომ შეხედეთ 24 აპრილია და როგორ თოვლით არის გადაფერადებული არემარე, როდესაც აქ ირგვლივ მასიურად მთების ქვედა ნაწილებში მასიურად უკვე დამდნარი იყო თოვლი. აი შეხედეთ. ასე რომ შეხედეთ წლის ნებისმიერ სეზონზე როგორი ლამაზი არის სვანეთი. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გიყვართ მთებში მოგზაურობა და გაქვთ საშუალება, მოინახულოთ სვანეთი წლის ნებისმიერ სეზონში. წლის ნებისმიერ სეზონზე. სვანეთი წლის ნებისმიერ სეზონზე არის ულამაზესი. მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი. ზოგადად რო ვთქვათ, საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანა. სვანეთი არის საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ახლა მე ვიმყოფები მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას. კონკრეტულად სვანეთში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში დაბა მესტიაში.
აჰა. ხედავთ უკვე მოდის თვითმფრინავი აიღებს ახლა სიმაღლეს. ხმა ისმის უკვე. აი. აფრინდა. დაახლოებით 50 წუთში იქნება ალბათ ნატახტარის აეროპორტზე. ახლა სადაც მე ვიმყოფები, ეს ადგილი არის დაახლოებით 1450 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ახლა შეხედეთ. აგერ თქვენ ხედავთ სვანეთის ქედს, რომელიც მაგრამ ახლა გრუბერშია, თორე იქით არის მწვერვალი ლაილა, სვანეთის ქედზე. ყველაზე მაღალი მწვერვალი დაახლოებით 4010 მეტრის ზღვის დონიდან. აგერ ხედავთ ჰაწვალის მთა, ჰაწვალის სათხილამურო კურორტი, აგერ სათხილამურო ტრასებიც მოცავს ცოტათი, აგერ მესტის გედის უბნიდან ჰაწვალისაკენ მიმავალი საბაგირო, ანუ დაახლოებით 1470 მეტრიდან ადის დაახლოებით 1870 მეტრზე, ხოლო შემდეგ მეორე საბაგირო ცოტათი ფეხით არის გასავლელი ზამთარში, როცა სასრიალო სეზონი არის, მაშინ თხილამურებით ჩასრიალება შეიძლება და შემდეგ მეორე საბაგიროთი დახურული ეგრეთ წოდებული გონდოლიანი საბაგიროთი ჰაწვალის სათხილამურო კურორტის ზედა სადგურზე ზურულდის მთაზე ასვლა დაახლოებით 2350 მეტრის ზღვის დონიდან. აგერ ხედავთ აგერ არემარე 24 აპრილი და როგორ თოვლით არის გადაფენილი. აგერ მწვერვალი ბანგურიანი დაახლოებით 3840 მეტრი სიმაღლის ზღვის დონიდან. აქეთ ხედავთ მწვერვალებს და აი აქ სიღრმეში ხელმარცხნივ არის ჭალაადის მყინვარი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება სვანეთში, ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულება. აგერ მესტიის მთა, ხოლო ამ მთაზე კიდევ უფრო მაღლა დაახლოებით 2700 მეტრის სიმაღლეზე ქორულდის ტბები. ასევე ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება სვანეთში და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხედები იშლება იქიდან. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას. აგერ მესტიის ლალაიდის უბანი, აგერ ხედავთ მესტიის ლაღამის უბანი, სადაც ბევრ კოშკებს რო ხედავთ, მრავალსაუკუნოვანი ძირძველი დასახლება, რის ასევე ლანჩვალის უბანი, დაბა მესტიის ლანჩვალის უბანი, ასევე მრავალსაუკუნოვანი დასახლება, რაზეც მეტყველებს სვანური კოშკების სიმრავლე. რადგანაც სვანური კოშკი ეს არის დამტკიცებულება მრავალსაუკუნოვანი დასახლებისა, რადგან თავად სვანური კოშკები წარმოადგენენ მრავალსაუკუნოვან ნაგებობებს. აი შეხედეთ, როგორი ანომალიური შემთხვევა მოხდა 24 აპრილს, როგორ თოვლით არის გადაფენილი არემარე. ისე თოვდა წინა დღეებში, რომ აი იანვარ-ფებრვარში რომ იშვიათად მინახია. აი თვითმფრინავის ხმა ისმის, ესე იგი, როგორც ჩანს, იქით მიმართულებით წავიდა, სიმაღლე აიღო, მოუხვია და ალბათ ასე მოდის, მაგრამ ხო ვერ ხედავ. ხშირად ასე მოძრაობს, აფრინდება. დაახლოებით ლაილას მიმართულებით წავა, შემდეგ მოუხვევს და უკვე მიდის იქით მიმართულებით. დაახლოებით აღმოსავლეთის მიმართულებით, ანუ შემდეგ გადავა ქედებზე. წავა ნატახტარის მიმართულებით.